როგორ აფასებს სახალხო დამცველი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესს? კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო ქორთიოთ მერიოდში გაიმართა, რომელსაც საჯარო აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუჩა ნანვაშვილის განცხადებით, კვლევა მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრამდე არსებულ ფაქტებს ეფუძნება. ამის შემდეგ კი სისტემაში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. კვლევაში აღწერილი ადგილობრივი საბჭოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების კვლევის შედეგებს არ იზიარებს საჯარო აღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე გოგა გიორგაძეს. მისი განცხადებით, კვლევაში არ არის ასახული ბოლო თვეების განმავლობაში მიღწეული ცვლილებები. ნახევრის განმავლობაში ჩვენ პირობით ვადამდე ადრე გავათავისუფლეთ 3000-მდე მსჯავრდებული, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 2 წლის განმავლობაში სულ 851 მსჯავრდებული იყო გათავისუფლებული. ეს ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დახასიათების ფორმები, რომელზეც პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს თავის დასკვნაში, უკვე შეცვლილია შარშან, ასევე ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საკანონმდებლო დონეზე ხორციელდება და ხელს შეუწყობს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმს უფრო ეფექტურად იმუშაოს, საერთოდ არ არის ნახსენები ეს ასე ვთქვათ სიახლეების და ბუნებრივია ჩვენ ვერ გავიზიარებთ და ვერ დავათანხმებით იმ დასკვნებს, ვინაიდან ეს არ არის ის სანდო წყარო, რომელმაც შეიძლება სურათი შექმნას არსებულ სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენი კვლევა არ არის სრულყოფილი, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეებზე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არ ნიშნავს, რომ მოიცავს ყველაფერს. კიდევ ერთხელ მეორე ანგარიში მოიცავს ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობას. ოქტომბრის შემდეგ კიდევ მოხდა გარკვეული ცვლილებები. სამინისტრომ დაიწყო გარკვეული რეფორმა ამ საბჭოების და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი რეკომენდაციები სწორედ თანხმედრაში არის სამინისტროს პოზიციასთან, რომ უნდა მოხდეს გადახედვა, გადასიჯვა საბჭოების მუშაობის